წლის შემდეგ შესრულდება ქართული ანბანის შექმნის დროჟანი. ანუ 580 რომ მივუმატოთ ქრისტეს შობიდან 580 ქრისტეს შობამდე და 2020 წელი ქრისტეს შობის შემდეგ არის ქართული ანბანის შექმნის დროჟანი 2600 წელი სრულდება. შესრულდება 2020 წელს ქართული ანბანის არსებობის საწყისი თარიღია. 2600 წელი სრულდება. გათავდა. ეს არის სულ ანი და ჰოე დასაწყისი და დასასრული. პირველი და უკანასკნელი და ასე შემდეგ.